რა შეგვიძლია ვთქვათ, როცა 14 წლის შემდეგაც ქართული ოცნების მთავარი წინასაარჩევნო დაპირება თვითმმართველობის არჩევნებზე დიდი ალბათობით იქნება, რომ ახლაც უნდა გარისკოს ქართულმა ხალხმა, ახლაც უნდა ანდონ მათ ქვეყანა, რომ საბოლოოდ დაასრულონ ნაციონალური მოძრაობა 2025 წელს. კარგ შემთხვევაში 2025 წელს, თუმცა ამას ხანგრძლივი პერსპექტივა აქვს ალბათ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებებიც. შინაარსი ის არის, რომ ერთხელაც გვიშველეთ და ახლა კი ვიცი თქვენი გულის ტკივილი, მაგრამ ახლა კრიზისის და საფრთხის წინაშე დადგა სამშობლო, ეხლაც გვიშველეთ და მე ხალხს, რომლებმაც ამდენჯერ იგრძნეს თავი გადაგდებულებად, გალოხებულებად, რაღაც შეურაცხყოფილებად, მე მოგხედავთ ხალხო 2018 წლის სალომეს არჩევნების ფრაზები ეხლა განმეორდება და კიდე მანამდე ჩუალეთში რამდენჯერ განმეორდა კი ეხლა აღშფოთებული ხალხის, აღშფოთებული ოცნების ამომრჩევლების პოსტებს კი ვკითხულობთ, მაგრამ ამ პოსტებს ჩვენ ხო პირველად არ ვკითხულობთ, ამნაირ პოსტებს ძალიან ხშირად განმეორებით ყოველი რაღაცა მოახლოებული არჩევნების თუ კრიზისის წინ ვიგებთ ხოლმე ამნაირ პოსტებს და ცოტა უიმედობის განცდა გეუფლება, როცა აგერ მართლა 14 წელი გავიდა და მე 14 თუ არ ვიცი 34 და რამდენჯერ უნდა გაალოხონ ხალხი. მიათე საიუბილეო გამარჯვება უნდა იყოს, ეს ასე ამბობს პატივცემული კობახიძე. და ეხლაც ნაცები უნდა დავასრულოთ ხალხო, ნაცების დასასრულებლად მოგვეცით ხმა და რამდენჯერ უბრალოდ თან როგორ ლოხდებიან ეს ხალხი, ისე კი არა რომ მარტო თვითონ რაღაც დაბოლდა და თვითონ გაისულელა თავის ხებს უტევენ ხოლმე, მთელი პრობლემა ეგ არის. ჩვენ მხარეს უტრიალდებიან და აი თქვენ ხალხო სკეპტიციზმით რატო უყურებთ ამ საკითხს, თქვენ რატო ეჭქვეშ აყენებთ ოცნების გამოსწორების იდეას და აი შეტევაზე არიან სხვების მიმართ და მთელი პრობლემა რაში იცით ეს 14 წელი რაც ამ წრეზე გვატრიალა ოცნების ბრალი კი არ არის პირველ რიგში. ახლა ოცნება არის ცინიკური შინაარსის პარტია, რომელიც თავისას ძალაუფლების და ფინანსური კეთილდღეობის გასატანად თავისას ეცდება ეგ რაღაც მე მგონი საკმარისი დრო უყურეთ ამ ძალას, რომ გაგვეცნობიერებინა, რომ მისი ბუნებაა ეგ და რაღაცა განსაკუთრებული ამაში აღარ უნდა იყოს ჩვენთვის და რაღაცა ახალი. თავარი პრობლემა არის ამ ხალხში, რომელიც თავს აშტერებინებს. და თან თვითონ კი არა ესე რაღაცა თავისთავად კი არ იშტერებს თავს იმ დონეზე, რომ მოდი წავიდე და ხმა მივცე მე რაც გონია იმას. არამედ აგრესიულია ეს ხალხი და სხვებს უტევს ხოლმე. ეგ არის მაგ ხალხის მასეთი ძალისხმევა, აგრესიული თვით დაშტერების, თვით დადებილების, მე რაღაცა რიხით გამოდიან და ეს რა მოხდა და მე რამდენად რა მოხდა და თან მე რამდენად რა მოხდა, მარტო ასე ხო არ არის, მე რამდენად შეგეშალა კაცო. ჩვენ რო ამ თვეების განმავლობაში კონკრეტულად არა ამ თვეების განმავლობაში, არამედ წლები ჩვენ რო ვლაპარაკობთ, რომ ხალხო ეს მოხდება, ეს გველის, აი რამდენჯერ უნდა გავიმეოროთ ახლა ერთი და იგივე, რომ აი ხო გეუბნებოდით, რომ არავინ არაფერს არ ასრულებს. აი რაღაცა ფასი ხო უნდა გქონდეს, აი რაღაცა მომენტი ხო უნდა დადგეს, რომ აი ხო მართლა ესენი გვეუბნებოდნენ და რავი, მოდი ამათ დაუჯეროთ, ან აღარ შეუტიოთ მაინც, იმიტომ რომ ამის ლაპარაკზე, რაც აი ახლა თვალსა და ხელშუა ხდება და კიდე მოხდება, ამის ლაპარაკზე ძალიან დიდი დარტყმები მივიღეთ, სიბინძურეს გვაბრალებდნენ, ტალახს გვესროდნენ, გვაზიანებდნენ, დიდი დარტყმების ქვეშ გამოვიარეთ და სხვა გზა ახლა კი გეუფლება ხშირად უიმედობის განცდა იქიდან გამომდინარე, რომ ჩდება კითხვები, ასე გავაგებინებთ ამ ხალხს, ამ ნაწილს საზოგადოების რამეს, მაგრამ სხვა გამოსავალი არ იქნება, სანამ საზოგადოების ეს კრიტიკულად დიდი ნაწილი, რომელიც სინამდვილეში გადამწყვეტ სიტყვას ამბობს ხოლმე არჩევნებში და ამ ქვეყანაში პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაში, სანამ ეს ხალხი არ ისწავლის, რომ ხელისუფლებაზე მიწოლა არის აუცილებელი მექანიზმი საკუთარი პოზიციის გატანისა. ყველაზე მავნებლური თუ რამე შეიძლება იყოს ასეთ დროს ხელისუფლების მიმართ არის მოდი ხალხო ვაცადოთ ნავს ნუ ვაქანებთ. აი თუ რამე
შეიძლება მავნებლური იყოს და თუ რამის ხარჯზე შეიძლება ხელისუფლებამ ერთი და იგივე წრეზე გატრიალოს, არის ეგ პოზიცია, რომ ვაცადოთ იქნება აი 14 წელი ერთი და იგივეს რო გვიმეორებდნენ, ეხლა რაღაცა შეიცვალა. ეგ არის ყველაზე დიდი მავნებლობა და თუ რამე გამოსავალი არსებობს, არის ხელისუფლებაზე პოლიტიკური მიწოლა, ოღონ არა უბრალოდ რაღაც Facebook-ზე აღშფოთებული პოსტების დაწერა, კრიტიკულ რაღაცა შეურაცხყოფელად ცხადი გადაგდების მომენტში, არამედ ალტერნატიული პოლიტიკური გამოსავლის ძიება. ანუ უბრალოდ ახლა რაღაცა აშკარად კიდე ერთხელ გადაგვაგდეს და Facebook-ზე დავწერე და მე ისე წავედი და ოცნებას მივეცი ხმა? ეგ არის გარანტირებული მოცემულობა იმისა, რომ ნუ მაგ მცირე დისკომფორტს ოცნება დაიკიდებს და საბოლოო ჯამში თუ პოლიტიკური ქულები საბოლოო ჯამში ისე ოცნების სასარგებლოდ კონვერტირდება, იგივეს გააგრძელებს. აქედან გამომდინარე, ამდენი ხანი ამას ვლაპარაკობთ, რომ ერთადერთი გამოსავალი არის ხელისუფლება შეუქმნა საფრთხე, თუ არ გვისრულებს პირდაპირ მკაფიო დაკვეთას, რომელსაც აგრესიულად ვითხოვთ, პოლიტიკური ალტერნატივის ძიებას დაიწყებს ხალხი. პოლიტიკური ალტერნატივის დაკვეთას გააჩენს და ამ ალტერნატივას, რომელსაც შინაარსობრივად ის შინაარსი ექნება, რომ შენ მოთხოვნებს უფრო თანმიმდევრულად იცავდა ხოლმე და გამოხატავდა ხოლმე, ამ ალტერნატივას მისცემ პოლიტიკურ ძალას. სხვა მექანიზმი არ არსებობს. ხელისუფლებას თუ ეგ საფრთხე არ დაუდგა, რომ აი მე აი ამ ნაბიჯებს რო გადავდგა, მე აღარ ამირჩევენ, აირჩევენ იმას. ხო, ეგ საფრთხე თუ არ დაუდგა, პრობლემა რაში აქვს? იგივეს გაიმეორებს, ყველაზე კომფორტული ოპოზიციის სახით ეყოლება ნაცები და გაგრძელდება ეგრე დაუსრულებლად. რაც შეეხება ნაცების დასრულების იმედებს, მე საერთოდ ვერ ხვდები ამდენი ხანი ამას რო ხსნიდით და აქეთ რო გვიტევდნენ აი რაღაც აგრესიულად, საერთოდ ვერ ხვდები რა წარმოდგენებით გვიტევდნენ, აი გულწრფელად ჯეროდა ამ ხალხს რომ ვინმე რაღაცას დაასრულებს. ნაცები არის ოცნებისთვის ყველაზე კომფორტული ოპოზიცია. რა ფორმულით წარმოედგინეთ აი ნაცების დასრულება, რა ფორმით აი არის დაპირება, რომ ეხლა ხალხო ჩვენ ვასრულებთ ნაცებს, აი რას ნიშნავს ნაცების დასრულება, რომ კონკრეტულად 5 ნომერს პარტიას აკრძალავენ და ბრენდს აკრძალავენ თორე. და მე აი იგივე ხალხი არ გამოვა ხო. ხო, ანუ იგივე ხალხი შექმნის აი რაღაცა ნაციონალურ მსვლელობას, არ ვიცი, რაღაც სხვა მეორე სახე აი რაღაც ნაციონალურ ერთობას. რაღაცა ეგეც დაარქმევს და მაინც იარსებს პარტია, მაგას რა აზრი აქვს? ანუ რაღაცა ნაცებს აუკრძალე კონკრეტულად 5 ნომრით. სინამდვილეში როცა ეს იდეა, როცა ეს დაპირება გაჟღერდა და მაშინ ჩვენ პარლამენტში აქტიურად მუშაობდით ხოლმე, ჩვენი ჟურნალისტები აქტიურად სვამდნენ კითხვებს, მაშინ როცა დეპუტატებს ვეკითხებოდით, რას ნიშნავს აკრძალვა ნაციონალური მოძრაობის, დავითულიანი იყო თუ არ ვცდები, რომელიც ვერ პასუხობდა, ვერავინ ვერ პასუხობდა, მაგრამ ერთადერთი იყო დავითულიანი, ვინც აღნიშნა, რომ ალბათ ბრენდი აიკრძალება ნაციონალური მოძრაობა, სულ ეს იქნება, რასაც შეძლებენ ამ. ხო, აი მაგალითად ჩვენ კონსერვატიული მოძრაობა გაგვიუქმეს, ეხლა ვაფუძნებთ კონსერვატორები საქართველოსთვის პარტიას. რა იმ მნიშვნელობა აქვს, აი პირიქით გავძლიერდით იმ კუთხით, რომ აი რაღაც რეპრესიების ქვეშ ყოფი პარტია ვართ, რომელიც თუ დააფუძნებს, ნუ ეგ სახელი გვექნება, რომ მაინც გადავლახეთ რეპრესიები, დიდი შემოტევის ქვეშ ვართ და ვაგრძელებთ. ხო, გასაგებია, რომ მაგას აზრი არ აქვს უბრალოდ ბრენდის აკრძალოს. მაგას თუ ვიღაცაზე ყიდიან, როგორც რაღაცა დაპირებას, ეგ რო უთხრან ხალხს, ის ხალხი ეტყვის, რომ თქვენ დებილები ხო არა ხართ, რა შეურაცხყოფას გვაყენებთ, რაღაცა წადი თქვენი, ეს არ არის დაპირება, ხო? ამიტომ ეგ ვერ იქნება დაპირება. ეგ თუ არის დაპირება, ეგ უნდა უთხრან ხალხს, რომ იცი რა, ხალხი უბრალოდ დასახელება ნაციონალურ მოძრაობას აუკრძალოს და იგივე ხალხს, რავი, კეზერაშვილის დაფინანსებულა ვიღაც, ხაბეიშვილებს, მოკუჩავებს, ამათ ახალი პარტიის გაკეთება შეიძლება. ეგ რო თქვან, გასაგები იქნება, რომ ხალხში იქნება ძალიან წვავი უკურეაქცია. ამიტომ ეგ ვერ იქნება დაპირება. მთელი პრობლემა მაგაშია. თუ იგულისხმება, რომ იმ ხალხსაც დაუშვათ აი ვიღაცა კოლექტიური ვინც არიან ახლა ნაციონალური მოძრაობის ლიდერების სახით, მაგათ კონკრეტულად აღარ შეეძლებათ ახალი პარტიის შექმნა, ხო? ნუ წარმოვიდგინოთ ეგეთი ვერსია, რაღაც მასთი საკანონმდებლო პაკეტი ახლა შეაქვთ კიდევაც რაღაც გავსი და მასეთი სურათი დადეს, ხო? მაგ შემთხვევაში აი წარმოვიდგინოთ სურათი ნაციონალური მოძრაობა აღარ არის ბაზარზე, არის აი მელიას და ამათი ფლანგი.
მელიებს ვერ მოიდავები ნაც რეჟიმის დანაშაულებებზე ძირითად ნაწილს. ხო, ანუ არის გვარამიას შინაარსობრივად იგივე ეძალა, რომელსაც ნაკლებად ურტყავს ეს ნაცების ბრალდებები, ნაცობის ბრალდებები, თუმცა პირდაპირ ნაცები არიან. მთელი ნაციონალური მოძრაობის ამორჩეველი მაგათთან გადაკვალიფიცირდება, იქნება ის, რა ქვია, ლელო, იქნება გახარია და ანუ შინაარსობრივი თვალსაზრისით განსაკუთრებულად ოდიოზური შინაარსის უბრალოდ ნაცების რაღაცა ფრთა ჩამოეჭრება, მონაწილეობას ვეღარ მიიღებს ის ბაზა ამორჩევლების, რომლებიც არიან დარჩებიან, ოღონდ ეს საფრთხობელის სახით ნაკლებად ეფექტურად იქნება გამოყენებული რაღაც სიტყვა კოლექტიური ნაცები. მაგ შემთხვევაში ოპოზიცია მხოლოდ ძლიერდება და არანაირი სურათი ნაცები დასრულდნენ არ იდება. თუ საუბარი არის, რომ აი რაღაცა კოლექტიურ მთლიან და მაგ პროდასავლურ პარტიებს ეხლა ვინც მოქმედებდა, აი ვთქვა მელიას და მაგათაც აკრძალავენ და მაგათაც არ მისცემენ რაღაცა პოლიტიკურ ველზე ოპერირების საშუალებას, მაგ შემთხვევაში უნდა გვესმოდეს, რომ კოლექტიურ ნაცებზე ლაპარაკი ძალიან დრამატულად საშუალება იმისა, რომ მაგ საფრთხობელის მექანიზმით რაღაცა დააფრთხონ ამორჩეველი და მაგითი იტივტივონ გამოეცლება დრამატულად. ოღონდ დასავლეთი თავისუფლად შექმნის ახალ სახეებს, ახალ ფიგურებს, რომლებიც შინაარსობრივად განსხვავებულები არ იქნებიან, უბრალოდ ბევრად კომფორტული იქნება დასავლეთის მაგ ტიპის ოპოზიციით ოპონირება, იქიდან გამომდინარე, რომ მათ ნაცების იარლიკი ნაკლებად ეფექტურად აეკიდებათ. და ოღონდ ეგ გულისხმობს ძალიან კაფიო იზოლაციას ოცნებისთვის საგარეო მხრიდან, საგარეო ეგრეთ წოდებული პარტნიორების მხრიდან, ისე რომ მათ ექნებათ კომფორტული არგუმენტები იმისა, როგორ ხსნიან ამათ იზოლაციას. ანუ ეგ ცალსახად არ აწყობს ოცნებას, იქიდან გამომდინარე, რომ ერთი მასეთ იზოლაციაზე შეეშინდება და ვერ წავა და მეორე მასეთ შემთხვევაში პროდასავლური ოპოზიცია, რომელიც მაგ ვერსიაში ფორმდება, უფრო არაკომფორტულია და უფრო ძნელად საბრძოლია, ვიდრე რაღაც ნაცების იარლიკის აკიდებადი ოპოზიცია. ამიტომ მაგას არც განიხილავს ოცნება მას ვერსიას. ნაცების ფიგურირება ოპოზიციურ ფლანგზე თუ ვინმეს აწყობს, თუ ვინმეს ინტერესში, სინამდვილეში არის ოცნების ინტერესში. ცხადია, ეხლა კონკრეტულად ნაცების იმ ვიწრო ჯგუფის ინტერესში, რომელიც ამ დონეზე იტივტივებენ, ამის იქით ვერ წავა, ასევე არის. უბრალოდ ოცნების და აი ამეთი კოოპერაცია, თანაარსებობა ისე რომ ერთმანეთ ლანძღავენ და ერთმანეთის მიმართ შიშის შექმნით რაღაცა ამორჩევლების აკუმულირებას ახდენენ. ეგ არის აი ცალსახად აუცილებელი ფაქტორი თანაარსებობის. ეგ ორივე სჭირდება. აქედან გამომდინარე, არც განიხილავს არავინ ხალხო, ეგ არ არის ტაქტიკურად მომგებიანი ოცნებისთვის. ოცნების მთელი არსებობის მექანიზმი დგას იმაზე, რომ მის წინააღმდეგ, მისი ძალიან მობეზრებული, ძალიან არაპოპულარული მმართველობის წინააღმდეგ არსებობდეს იმდენად არაპოპულარული ალტერნატივა, რომელიც, აი ამ საფრთხის გამო ისევ ოცნებას აარჩევინებს ხოლმე ხალხს და მაგას დეკლარირებულად ამბობენ ოცნების წარმომადგენლები. ამიტომ აქედანაც ხო ვამბობდით, მე რამდენად ვიმეორებთ ამას, იძულებულები ვართ, ხო ვამბობთ, არავინ არ აპირებს ნაცების აკრძალვას, არც ამ არჩევნებზე, არც შემდეგ რომ აი პროცესები რო გაგრძელდება, ამ ოცნებისთვის კომფორტულ მოცემულობას არავინ არ მოიშლის.